უმრავლესობა საპატიმროებში არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვისა და დეტალური ინფორმაციისადმი არახელმისაწვდომობა, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აწარმოა, პენიტენციურ სისტემაში ისევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა. საერთ თავმჯდომარის შეფასებით, სასჯელ ახსნების სისტემაში ვითარების დამძიმება ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვამ გამოიწვია. არასათანადო მოპყრობა, პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლის არაეფექტური გამოძიება, დეტალური სტატისტიკური ინფორმაციისადმი და ჯანდაცვისადმი არახელმისაწვდომობა. სახალხო დამცველის აპარატმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ერთობლივი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. პატიმრების მიმართ ციხის თანამშრომლების მოპყრობასა და საპატიმროებში არსებულ პირობებს სპეციალური ფოკუს ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში აკვირდებოდა. ჯგუფის წარმომადგენლები შეფასებით ვითარება წინა პერიოდთან შედარებით არ გაუმჯობესებულა, მათი თქმით პენიტენციურ სისტემაში ისევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა. პრაქტიკულად იგივე სიტუაცია. არც განსაკუთრებულ გაუარესებასთან არ გვაქვს საქმე და გაუმჯობესებითაც ბევრი არაფერი გაუმჯობესებულა. ისევ გამოიკვეთა სამედიცინო მომსახურების ხარისხთან თუ დროულობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა. გარდა პატიმრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მათი თვითნებური დასჯისა, კვლევაში პატიმრების სხვა პრობლემებიცაა ასახული. წინა კვლევების მსგავსად ამ მონიტორინგის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პატიმრების უმეტესობას სასჯელის მოხდა არაადამიანურ პირობებში უწევს. ხშირად არ გააჩნიათ პირადი საწოლი, ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და არ გააჩნიათ პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. გარდა ამისა, სრულად მოწყვეტილები არიან გარე სამყაროსთან კონტაქტს. ისევ სერიოზულად დგას გადაწყვეტილების პრობლემა. იგივე რესოციალიზაციისა და შრომის ღონისძიებების არარსებობა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი, რომლებზეც ჩვენ წარსულს საუბრობთ. მოპყრობა გამოიხატება ძირითადად პატიმრების ცემაში, ან შეურაცხყოფაში, ან სიტყვიერი და ხშირად ფიზიკური. სასჯელ აღსრულების სისტემაში მძიმე ვითარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლების შესაბამის პოლიტიკურ ნებას უკავშირებს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში ვითარების დამძიმება ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვამ გამოიწვია. მისი თქმით, ამის შედეგად ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა წარმოიქმნა და პატიმრებს კიდევ უფრო გაუსაძლისი პირობები შეექმნათ. სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც იწვევს ამ პრობლემებს. ეს არის ძალიან მკაცრი პოლიტიკა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაც იწვევს ძალიან ბევრი ადამიანის ციხეში აღმოჩენას და სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში აღმოჩენას. ძალიან მკაცრი არის პასუხისმგებლობები და ძალიან დიდი ხნის, მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები ზოგჯერ არაპროპორციულად დიდი ხნის განმავლობაში ხდებიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. ამის გარდა არის არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიების პრობლემა. ანუ არ ხდება სათანადოდ გამოძიება და ესეც არის წმინდად პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. მიზეზი არის თალსახად ეს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციისა, მონიტორინგში მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სისტემაში ნაცვლად ვითარების გაუმჯობესებისა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრის ბრძანებამ ციხეებში პატიმართა ლიმიტის გაზრდის შესახებ გამოიწვია. პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებასთან ერთად საპატიმროებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის პროექტი პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების ადვოკატირებას, პატიმართა უფასო იურიდიულ დახმარებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის პროექტის სახელწოდებით პატიმართა უფლებების გაუმჯობესება, ერთობლივი ადვოკატირება, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერაა დაფინანსებული და მისი მეორე ფაზა ამ წლის ივნისში დაიწყება.